და მივესალმებით ჩვენს მომდევნო სტუმარს ზურაბ ბატიაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. ბატონო ზურა, დიდი მადლობა ჩართვისთვის და ბატონო ზურა, ირაკლი კობახიძის განცხადებას ალბათ უსმენდით და პრინციპში ყველასთვის ცნობილია ქართული ოცნების პროპაგანდისტის ხაზი, რომელიც ეფუძნება 20 იანვარს და ადმინისტრაციის ცვლილებას შეერთებულ შტატებში სუფთა ფურცლიდან მზადვართ დავიწყოთ ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობაო. რა საფუძველი აქვს ამ პროპაგანდას, რომელსაც ატარებს ქართული ოცნება და რაზე მიუთითებს ჯო უილსონის გუშინდელი სამი ერთმანეთის მიყოლებით გამოქვეყნებული ტვიტი? მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. თუ ურთიერთობების გაჯანსაღებაზე არის საუბარი, მაშინ კითხვა უნდა დავსვათ, ვინ გამოიწვია ისეთი სიტუაცია, როდესაც გაჯანსაღება გახდა საჭირო, ხო? შეერთებული შტატები საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან არის სტრატეგიული პარტნიორი და ყველაზე დიდი კონტრიბუტორი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და გაღრმავების და ქვეყნის განვითარების და ეს მოხდა სწორედ ამ ბოლო პერიოდში, როდესაც ურთიერთობებში შეიქმნა პრობლემა და შეჩერდა ეს სტრატეგიული თანამშრომლობის სტატუსიც უკვე აღარ აქვს, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად პრობლემა არის აი ამ რეჟიმში, რუსულ რეჟიმში, რომელიც ქვეყანას რუსეთში მიათრევს და შესაბამისად თუ ადრე იყო ის, რომ აი თითქოს რუსეთის თან იმიტო აწარმოებთ ამ დაახლოების სტრატეგიას თუ პოლიტიკას, რომ ეშინიათ, რომ რუსეთმა რამე არ ჩაიდინოს, კი მაგრამ შეერთებული შტატები ვინმეს თვალში ეპატარავება თავის ძალით მსოფლიოში. ამაზე იყო და ახლა რესპუბლიკელები არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენენ, რომ უფრო გაბედულებიც არიან, უფრო კვეთხებიც არიან ხოლმე საგარეო პოლიტიკაში და აი ამას მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ხელისუფლება არ არის გადაბარებული, ერთგვარი გარდამავალი ადმინისტრაცია არის, ნებისმიერი საკითხი ერთმანეთში თან ხდება ხოლმე ძველსა და ახალ ადმინისტრაციას შორის იმ გარდამავალ პერიოდში, რომელიც ახლა არის 20 იანვრამდე. და დიდი ალბათობით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ორპარტიული თანხმობა არსებობს საქართველოს საკითხით გამართებაში, აი ამ საკითხზეც კონკრეტულად სანქციები მოხდებელობაში და ეს ტვიტები, რაც თქვენ მიკითხეთ, ხო, სამი ერთმანეთზე მიყოლებით, ეს ნიშნავს იმას, რომ თან შობა დღეს დღეს როდესაც დასავლურ სამყარო როგორც ეს ისვენებს ხოლმე, ხო? არ არის აქტიურად პოლიტიკით დაკავებული, მაგრამ ეს იმას მიანიშნებს, რომ საქართველოს საკითხი ერთ-ერთი მთავარი საკითხი ხდება და რაზეც ალბათ არ ქონდათ ქართულ ოცნებაში გათვლილი, რომ ეს ასე მოხდებოდა. პირიქით ისინი ამბობდნენ, რომ აი 20 იანვარს თითქოს რაღაც შეიცვლებოდა და ეს ყველაფერი კი, აი ეს იყო ბატონო ზურა, რომ ქართული ოცნების პოლიტიკური კალენდარი 20 იანვარზე აკეთებდა ძირითად აქცენტს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკური კალენდარი დაფოკუსირდა, ასე ვთქვათ, 29 დეკემბერზე, ხო, როცა დემოკრატიის განადგურების გეგმის საბოლოოდ სისრულეში მოყვანას უწოდებს აი ამ ყაველაშვილის ინაუგურაციას, ხო, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის საკმაოდ გავლენიანი პირი. დიახ. ყაველაშვილი არ არის ნახსენები და ეს მხოლოდ ყაველაშვილს არ ეხება. დიახ, ზუსტად. ეს ეხება მთლიანად იმ პროცესს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და თანხმედრაში მოდის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, როდესაც მან 29-მდე მისწავლა, ხო? ხელისუფლებას რაღაცაზე უნდა მოხდეს დალაპარაკება და შეთანხმება, ხო? თუ არ მოხდება ამაზე შეთანხმება ხელისუფლებაში მოხდეს ახალი არჩევნები, მაშინ გადაწყვეტილება უკვე მიღებული არის და მაგის ხაზგასმა არის და პირდაპირ სხვათა შორის შეერთებულმა შტატებმა უკვე მიატოვა დიპლომატიური ენა, რასაც ნახა რომ ბოლო პერიოდში საერთოდ ვეღარაფერი შეასმინეს, ვეღარაფერი გააგებინეს და უკვე ღია ტექსტით ლაპარაკობენ, ხო, იქ ჩინეთთან დაახლოებაზე, ირანთან დაახლოებაზე. კი ბატონო, და სი ძინპინთან ერთად ბიძინა ივანიშვილის ფოტოს აი ამ ფორმით გამოქვეყნება, ბიძინა მზად ხარ სანქციებისთვის, ხო, ეს მე მგონი ყველაზე ღია და პირდაპირი ძალიან მკაფიო განაცხადია, ალბათ რასაც შეიძლება რომ ელოდოს და მზად არის ბიძინა ივანიშვილის სანქციებისთვის. ეს არ ვიცი, მაგრამ უნდა გადაწყვეტოს რამდენი და თუ არა და მოდაც მიცემულია, 29-მდე ბევრი დრო აღარ დარჩა, საათები რჩება და
მან უნდა გადაწყვიტოს როგორ უღირს და როგორ ურჩევია რომ ეს კრიზისი რომელიც ქვეყანაში შეიქმნა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არის ხოლმე არჩევნები და ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები, იმიტომ რომ ყველამ ვიცით რომ არჩევნები არ ჩატარებულა იმას, რასაც არჩევნებს არ ქმნევენ ესენი რეალურად არის რუსეთის ერთგვარი სპეცოპერაცია. დიახ. აი ამ სიტუაციაში გამოსავალი არის არჩევნები. ამაზე არის მთელი დასავლური სამყარო უთითებს და ცდილობს შეაგნებინონ რომ ჩაატარონ არჩევნები და არ იყოს ხელისუფლება მითვისებული, არ იყოს სახელმწიფო მითვისებული. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზურა, მადლობა თქვენ ჩართვისთვის. ზურა ბატიაშვილი საუბრობდა პირდაპირ